წარმატებული ბიზნეს ლიდერების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, პასუხისმგებლიანი ბიზნეს მოდელების პოპულარიზაცია, სოციალური, ეკოლოგიური და კორპორაციული ღირებულებების ინტეგრირება ბიზნეს სტრატეგიებში. სწორედ ამ თემების ირგვლივ გააერთიანა ასობით ადამიანი Benefit Talks-ის ღონისძიებამ. პლატფორმა სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესების გაერთიანების იდეით შეიქმნა, რათა კომპანიებს დაანახოს, რომ სწრაფად მზარდ ბიზნეს გარემოში მხოლოდ ფინანსური სარგებელი აღარ არის პრიორიტეტი. 30 იანვარს გაიმართა რიგით მეორე Benefit Talks-ის სტამბოს rooftop-ზე ჩვენ ვუმასპინძლეთ ადამიანებს, კომპანიებს, რომლებიც ქმნიან კორპორატიულ ღირებულებებს, სისტემურ ცვლილებებს, ინოვაციებს და ქმნიან იმ სარგებელს, რაც ასე მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის. მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორთა წრე უფრო და უფრო იზრდება და ვითარდება. Benefit-ისთვის 2025 წელი იყო ძალიან წარმატებული და იმედი მაქვს, რომ 2026 წელს კიდევ უფრო ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტებით დაგიბრუნდებით. ღონისძიებაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სპიკერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ბიზნესისთვის აქტუალური არაერთი თემა განიხილეს და აუდიტორიას პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. მე მჯერა რომ ადამიანები ჩვენ როცა ვიცნობთ ერთმანეთს და ვამყარებთ კავშირს, ჩვენ უკეთესად ვაკეთებთ საქმეს. ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორც არის ორგანიზაციული კონტექსტი, რომელშიც ოპერირებს ბიზნესი და რამდენად მნიშვნელოვანია ის და რამდენად ზეგავლენას ახდენს კომპანიის წარმატებაზე და შედეგიანობაზე, მათ შორის მომგებიანობაზე. ღონისძიების დასასრულს პარტნიორი კომპანიების ჩართულობით გაიმართა გათამაშებაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ. როგორც კომპანიაში ამბობენ, მსგავსი შეხვედრები 2026 წელს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.